თქვენ რასეილით დღევანდელი შეხვედრისგან და ფიქრობთ თუ არა რომ ეს რაღაცნაირად ამ რეგიონიდან რუსეთის განდევნის დასაწყისია? Thank you. Good to be. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ფიქრობ რომ დიახ თავისებურად კი ბატონო მართალია რომ რუსეთი გამოძევებულია სომხეთი აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესიდან და როგორც ჩანს პროცესი გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში სომხეთს და აზერბაიჯანმა უკვე შექმნა კომიტეტი რომ იმუშაონ საზღვრის დელიმიტაციაზე ეს არის ორმხრივ დონეზე და დანარჩენი ნაწილი მოლაპარაკებებისა რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას გაგრძელდება ერევანისა და ბაქოს დონეზე. დიახ, ფაქტიურად რუსეთი ამოვარდნილია აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებების პროცესიდან. თუმცა რუსეთი ჩვენ ვიცით რომ არ ნებდება ხოლმე ასეთ ვითარებებში და მას აქვს ხოლმე სათადარიგო გეგმა. ასეთი გეგმა როგორც ჩანს ფაშინიანმა ჩაუშალა პუტინს რამდენიმე დღის წინ. Well, we all know Russia. ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის გზა აწარმოოს პოლიტიკა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ სხვა რეგიონებშიც, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვავთ, რომ შესაძლებელი აგრესიული მოძრაობები დავინახოთ მოსკოვიდან, მაგრამ რას ხედავთ ამჟამად, რომ რუსეთს ან უნარი არ აქვს, ან ძალიან დაკავებულია უკრაინაში აგრესიით და ამ მომენტში ისე გვესახება პროცესი, რომ რუსეთის კონტროლს აღარ ექვემდებარება პოლიტიკური პროცესი. კი ბატონო, იყო დაპატიმრებები სომხეთში რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად ხელისუფლების ცვლილების, როგორც ეს განიმარტა და ასევე ბაზა, რომელიც სომხეთშია რუსული ბაზა, არის თუ არა გიუმრის ბაზა ამ დროისთვის შესაძლო კოზირად გამოყენებული შეიძლება იყოს თუ არა რუსეთისთვის, იმიტომ რომ ის შესაძლოა დაკავებულია ძალიან ახლა უკრაინით, მაგრამ ამ კონტექსტშიც მისთვის ეს ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობთ, რომ ფაშინიანი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეთანხმება, რომ ეს ბაზა არ უნდა დაიხუროს კონკრეტულ წლამდე, შესაძლოა მიიღოს მან ეს გადაწყვეტილება მანამდე? Well, before possible change of the base or სანამ შეიცვლება ბაზასთან დაკავშირებული სიტუაცია და სანამ მოხდება მაგალითად ბაზის გაყვანა სომხეთიდან, რუსეთს გააჩნია მთელი რიგი წნეხის ბერკეტები, მაგალითად ეკონომიკური ბერკეტები, თუ სომხეთი გააღრმავებს დიალოგს ევროკავშირთან და შეიძლება კითხვისნიშნის ქვეშ დადგეს სომხეთის მონაწილეობა ევრაზიის კავშირში, ბუნებრივი გაზი ძირითადად სომხეთში შემოდის რუსეთიდან, სანამ გიუმრის ბაზაზე მიდგება საქმე, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სხვა ბერკეტები სომხეთზე წნეხისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ რუსეთს არ გააჩნია უნარი, რომ სერიოზული ნაბიჯები გადადგას, მაგალითად სამხედრო ძალის გამოყენებით სომხეთის შიგნით, უფრო მეტიც კი თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაცია პოზიტიური მიმართულებით წავა და ასევე შესაძლებელია სომხეთ-აზერბაიჯანის, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა და თუ ბაზა აღარ იქნება და ფაქტიურად დაიწყება, უფრო სწორედ რო ვთქვა, დაიწყება ეს პროცესი ბაზის გაყვანისა სომხეთიდან. კი ბატონო, ძალიან ჩქარი ტემპით შეიძლება ამ ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, პასუხი იყოს ევროკავშირის მხარდაჭერა. ჩვენ სულ უფრო ხშირად ხედავთ ევროკავშირის ლიდერებს ფაშინიანთან ერთად და ფაშინიანის განაცხადით ძალიან ცხადი ხდება ამ მიმართულებით, რაც რეგიონისთვის უდაოდ კარგია, იმიტომ რომ საქართველო იყო მანამდე
მანამდე, ვიდრე ჩვენთან ის მოხდებოდა, რაც ხდება, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შქარი ტემპით ასოცირების შეთანხმების შემდგომ აგერ წინ მიდიოდა ევროკავშირთან, ხომ? აი ამ პერსპექტივაზე მინდა ვიკითხო, არის თუ არა ფაშინიანის ეს გზა, არჩეული ეს გზა, დასავლეთთან დაახლოების ტენდენცია, სომხეთისთვის რეალური გადარჩენა, იმიტომ რომ მანამდე სომხეთმა არაერთხელ დატესტა რუსეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა და ყველა ჯერზე რუსეთი არ იყო აქტიური ამ მხარდაჭერაში. Well, I think the Armenian სომხეთის საზოგადოება საკმაოდ ფხიზლად ადევნებს იმას თვალს რომ თუ რისი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს რუსეთის მხრიდან გამოცდილება საკმაოდ ნეგატიურია და ყველა მხარს უჭერს დივერსიფიკაციას სომხეთის საგარეო პოლიტიკის. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია გადაარჩინოს სომხეთი ან ვინმე საქმე არ ეხება გადარჩენას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოს მსგავსად თქვენ გაგაჩნიათ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, მსგავსი მისია აზერბაიჯან სომხეთის საზღვარზეც არის განლაგებული ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელმაც ხელი შეუშალა ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის. ჩვენ ვხედავთ უკვე ევროკავშირის დასწრებას, რომელსაც აქვს პოზიტიური გავლენა სტაბილურობის შენარჩუნებაზე რეგიონში. კი ბატონო, ზანგეზურის კორიდორი, დერეფანი, მისი გახსნის შესაძლებლობა, აი ეს რამდენად დიდი პლუსია სომხეთისთვის, რომლისთვისაც პრობლემა იყო წლების განმავლობაში, ხომ, ეს საზღვრის დაკეტვა და ასე შემდგომ. აი ფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ზანგეზურის კორიდორის დერეფნის გახსნა სომხეთს ძალიან მოკლე დროში, ანუ უпростоრად სომხურ საზოგადოებას ძალიან მოკლე დროში დაანახებს სიკეთეებს ამ კონფლიქტის მოგვარების შემდგომ, რაც შეიძლება დადგეს. First of all, let me correct you. მოდით ჩავასწორებ, თქვენ ნათქვამს არ არის ესეთი რამ, რასაც ქვია ზანგეზურის დერეფანი. სომხები მას უწოდებენ? We call it Sunik, the region ჩვენ ვუწოდებთ მას სუნიკს და არა ზანგეზურს, ზანგეზური არ ქვია მას, ჩვენ არ ვეძახით მას დერეფანს, ვეძახით გზას. ძალიან სენსიტიური საკითხია ეს სომხეთის საზოგადოებასთან დაკავშირებით და ჩემი რეკომენდაცია იქნება, შეიძლება გზა გამოვიყენოთ და მესმის რომ ეს წინასწარ განზრახულად არ გააკეთეთ. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა დებლოკაცია კომუნიკაციის და თვლით რომ თუ მოხდება ტრანსპორტირება ტვირთების აზერბაიჯანსა ნახიჩევანს შორის სომხეთის გავლით და ის რომ ვიქნებით ჩვენი ინფრასტრუქტურის, დიდი ინფრასტრუქტურის ნაწილი, ეს იქნება სასარგებლო სომხეთისთვის, მაგრამ სხვა თვალსაზრისით ჩვენ თვლით რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება უკეთეს გარემოს ქმნის სტაბილურობისთვის და შეიძლება ხელი შეუშალოს შემდგომ ესკალაციას. რა თქმა უნდა, სომხეთს აინტერესებს დებლოკაცია, დებლოკირება კომუნიკაციის, მაგრამ სუვერენული უფლებების ქვეშ, თავისი კონტროლის ქვეშ და არა რუსების ყოლით, რომლებიც აკონტროლებდნენ ამ გზას. კი ბატონო, მოდით გავაფართოვოთ სურათი თქვენი ნებართვით შეერთებული შტატების პოლიტიკა პუტინის მიმართ, იგივე ჩვენ ვისაუბრეთ კანონპროექტზე, გრემის კანონპროექტზე, რომელიც სენატში ახლა განიხილება რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც უკვე მხარს უჭერს ძალიანაც ტრამპი. ტრამპი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა იმეორებს, რომ იმედგაცრუებულია ტრამპის პოლიტიკით, ბოდიშვიხტი პუტინის პოლიტიკით. აი დიდ სურათში უკრაინაში, უკრაინის გამარჯვება ამ უთანასწორო არასამართლიან ომში. ფიქრობ თუ არა რომ პირდაპირ უკავშირდება სტაბილურობას ამ რეგიონში?
I think the US მე ვფიქრობ, რომ ამერიკა შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს იმაში, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო სწრაფად დარეგულირდეს სიტუაცია, მოგვარდეს სიტუაცია. მარკო რუბიომ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ არის პოზიტიური ძვრები აზერბაიჯან-სომხეთის ნორმალიზაციაში. ჩვენ თვლით, რომ ტრამპს აინტერესებს, რომ იყოს მასპინძელი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც ამერიკის ადმინისტრაციას ძალზე სურს ეს ყველაზე უფრო მეტად იმის გათვალისწინებით, რომ დიდი პროგრესი მაინც უკრაინაში არ არის მიღწეული, არ არის ღაზის სექტორში, ასევე დიდი სექტორი და სხვა რეგიონებში მსოფლიოსი. მე ვთვლი, რომ ამერიკას გააჩნია ძლიერი ინტერესი, რომ იყოს მინიმუმ მასპინძელი და მის კოლგის ქვეშ ხელი მოეწერო სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და კიდევ ერთი რამ დღეს გააკეთა განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომ გზა სუნიქში იგი გადაეცემა მესამე მხარეს. მე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ამერიკას this will Yes. დიახ. Yes. დიახ. So the US could be ამერიკა involved in operations. შესაძლებელია ჩართული იყოს ამ გზის მართვაში, თუმცა ეს ცოტათი რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა დიდი მოთამაშეების ინტერესები რეგიონში, ანსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება ირანს. კი ბატონო, იმ ფონზე რეგიონში, როცა ირანი არ არის კარგ ფორმაში, ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა ირანში, შესაბამისად ამანაც შეცვალა თუ არა ვითარება რეგიონში და თქვენ ბრძანეთ, რომ გაქვთ მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებში მოეწერება ხელი, ანუ მასპინძელი იქნება ტრამპის ადმინისტრაცია. ანუ ფიქრობთ, რომ ვაშინგტონია ის ადგილი, სადაც ალიევი და ფაშინიანი საბოლოოდ ამ შეთანხმებას ხელს მოაწერენ? This is a speculation. დიახ, ამაზე სპეკულაციები მიდის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამერიკას ძალზე აინტერესებს იყოს აქტიური მოთამაშე აღნიშნული პროცესის, თუ ისინი მიიღებენ იმ ჭეშმარიტ სიგნალებს, რომ მზად არიან მხარეები ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას, დიახ, ვაშინგტონი ძალზე დაინტერესებული იქნება, რომ იყოს ის მოთამაშე, რომლის ამ კოლგის ქვეშ ხელი მოეწერება ხელშეკრულებას. სულ ბოლოს პროცესი მინდა შეგაფასებინოთ, მრავალწლიანი კონფლიქტი, ეს რეგიონი გამოირჩევა კონფლიქტებით, საქართველოს ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ დრომდე ეს არის რეგიონი, სადაც მშვიდობის, ანუ დასავლეთი როგორც მშვიდობის გარანტორი არის, მაგრამ ამ რეგიონში რუსეთის დომინაციის გამო ეს პროცესი ვერადავერ მივიდა მშვიდობამდე. თქვენ კონფლიქტის შემთხვევაში აზერბაიჯანს სომხეთს გულისხმობ, ახლა არის თუ არა ეს რეალური შანსი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს მუდმივი კონფლიქტის ესკალაცია და წინ წავიდეს ქვეყნები მშვიდობით, განვითარებით, რაც შესაძლებელია იმ წესების დაცვის შემთხვევაში, რასაც დასავლეთის თავაზობს ცივილიზებულ სამყარო, რასაც თავაზობს და რასაც ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგება ხოლმე რუსეთი იქნება ეს მშვიდობის ყოფილის მანდატის საფარქვეშ თუ პირდაპირი აგრესორის ფუნქციით. Well, unfortunately, our სამწუხაროდ brothers and sisters in Georgia have ჩვენ- to deal with Russia directly. ჩვენ ძმებს და დებს საქართველოში პირდაპირ უყურებენ აი კონფლიქტს რუსეთთან, პირდაპირ შეეჯახნენ რუსეთთან კონფლიქტს, იმიტომ რომ რუსეთი პირდაპირ არის ჩართული საქართველოს კონფლიქტებში. ჩვენთან ესე არ არის. რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობდა რუსეთი, მაგრამ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის და მაგ შეგრძნება, რომ ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას უახლოეს მომავალში, თებერვალში
ოფიციალური ერევნისთვისა და ერევანმა და ბაქომ განაცხადა, რომ მზად არის უკვე სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი, თუმცა რამდენიმე სხვა საკითხია, რომელიც აზერბაიჯანმა წამოჭრა როგორც წინა პირობა ხელმოწერისთვის. ფიქრობ, რომ მხარეები იპოვიან გამოსავალს და ენას, ასევე საგზაო რუკას შექმნიან, როგორ წავიდეს ეს პროცესი წინ და თუ რამე დიახ დასავლური დახმარებით შანსები უფრო მაღალია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდებიან და შეძლებენ ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას. დიდი მადლობა.